დილამშვიდობის შემოძვირფასებო, მოკლედ ახალი ვიდეოთი შემოვედი, ახალ ვიდეოს ატვირთავ სიმინდზე. სიმინდით შემოძვირფასებო ძალიან კარგია როგორც კურდღლებისთვის, ასევე ქათმებისთვის და ყველაფრისთვის. აი სიმინდზე გაზრდილი ქათამი, როგორი ჩაყვითელებულია და როგორი ცხიმი აქვს. ყველას მოგიხსენებათ, ვინც სოფელში ხართ და ვისაც დაგიკლია და ვისაც გამოცდილება გააქვთ. სიმინდზე კარგი არაფერი არაა. არც ხორბალი არაა ისეთი როგორც სიმინდიო. და ასევე ქერი შემოძვირფასებო, ქერი უხდება როგორც კურდღლებს, ასევე ქათმებსაც. ქერი ზოგადად არის ცხელის საკვები, ანუ ახურებს ორგანიზმს და ამავდროულად კვერცხადსადებიებს ქათმებს და ასევე კურდღლებსაც ანარჩუნებინებს სითბოს და ასევე შეჯვარების პროცესსაც აჩქარებს, ვინც არ იცის. სიმინდი და ასევე ქერი, მაგრამ ქერი ჯობია მაგ მხრივ. ის როგორ დადის, ძალიან ბედნიერია. სხვა რა შემიძლია კიდევ თქვა. აქ მყავს ასევე ორი იაპონკას მამალე გამომწყურეული, რომელიც დიდ მამალს არ აცდის შეჯვარებას და ეხლა ყივიან, გასვლა უნდა, მაგრამ არ გავუშვებ, რადგან ძალიან დამიჩაგრეს. ეს ერთი, ეს მეორე დატოვებული მყავს და ორი კიდე ასეთია საჯიშეთ. იქით არის საჯიშეთ მყავს დატოვებული და აუცილებლად დაიწყებენ შეჯვარებას. შეიძლება ამ თვის ბოლოსაც კი, რადგან უკვე წონაც აქვთ, ასაკიც. აი მე გაჩვენდი რას ყივი ხარ, წონაც აქვთ, ასაკიც აქვთ და შესაბამისად უკვე მამალმა უნდა დაუწყოს ბევა და შეჯვარდეს. ესენი არიან შემოძვირფასებო ჰიბრიდები, ძალიან საუკეთესო ხაზები, როგორც გენეტიკა, ასევე სისხლის მხრივ არის ორი ნაზავი და ამათი ნაზავი აღარ იქნება მე კარგი, ანუ აი ორი მამალი რო არ გამეყიდა, ის ორი მამალი რო არ გამეყიდა და ამასთან შეჯვარებული იყვნენ, ანუ დაძმანი ერთად, იგი იქნებოდა ძალიან ცუდი შემდეგ და ხარისხიანი არც ხორცე ექნებოდა და არც წონა, არც სიმაღლე. და ესე შემდეგ. ესენიც ჰიბრიდები არიან, ეს პატარები, 9 ცალი მყავს. ესენი მესამე თვეში გადავლიან უკვე ეს პატარები და ესენი კიდე ეს უფრო დიდია. მოდი აქ მგეშინია, ესეც კალიფორნიულია, სიმპათიურია, მაგრამ გოგოა თუ ბიჭია არ ვიცი, როგორიც მაცუნაა, ძალიან ლამაზია, მომწონს. ხო და აი ესე შემოძვირფასებო, ძალიან კარგი ხაზია და აი შემოდგომიდან უკვე დავიწყებ გაყიდვას მასიურად, რადგან ისეთ წონას აიკრეფენ ყველას, ვეღადათ ვერ დავტოვებ, ეხლა სადღაც 30 მყავს. 30 ნახოთ ვერ დავტოვებ და უწავა გაყიდვები, როგორც ბაჭიები, ასევე დიდი მამლები და ასევე წყვილსაც გავყიდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ჭირს შემოძვირფასებოს შენახვა, ძალიან. რეალიზაცია ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რო გაიყვანო ბაზარში, აი 20 ლარი, 30 ლარი ეგრე შემოგთავაზებენ. და რა თქმა უნდა, ეგრე არავინ არ გაყიდის, იმიტომ რაც ამათ მოვლა უნდათ, რაც ამათ კვება უნდათ, ყურა დღება, ცალკე ვიტამინები, გამოზაფხულზე უკვე ვიტამინებსაც მივცევ. თავისი ვიტამინები ექნებათ, ყველანაირს მიიღებენ. და ვიტამინები მისთვის კარგი რომ ბაჭიები არ დაჭამონ და ესე ვთქვათ, ბაჭიებს არ მიაყენონ ზიანი, როგორც ერთმა დედამ შემიჭამა 6 ცალი. აი მე რამ ხელა ხმა გაქვს მამალო. 6 ცალი ბაჭი არ დამიჭამა შემოძვირფასებო ზამთარში და